როდესაც აღმავალი კარმული კვანძი მისი არის ლომის ზოდიაქოში და დაღმავალი კვანძი მერწყულის ზოდიაქოში. დაღმავალი მერწყულის ზოდიაქოში ნიშნავს, რომ სულს აქვს მოტანილი წინა ცხოვრებებიდან, ან ფსიქოლოგიური ასტროლოგიით თუ შევხედავთ, საგვარეულოში თავისუფლება იყო ძალიან აქტუალური. ეს ადამიანი შეიძლება იზრდებოდა თავისუფალ გარემოში, მისი ოჯახი, მისი წინაპრები ან თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ან თავისუფლების არსი მათთვის ღირებული იყო, ან მაგალითად, როდესაც ჯგუფის აზრი უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე ინდივიდუალიზმი. ამ ცხოვრებაში აქვს გასანათარებელი უკვე ადამიანს არა ჯგუფისთვის თავშეწირვა და რიგითად ყოფნა, უკვე ინდივიდუალიზმი, იმიტომ რომ ლომი ჩვენთან მზის ენერგია არის, მზე არის თვითგამოხატვა, ეს არის სხვათა შორის სტატუსიც და თუ დაღმავალ მერწყულს განცდა რომ სტატუსი და ინდივიდუალიზმი მისთვის არ არის მნიშვნელოვანი და ხალხი როგორც გადაწყვეტს, ისე არის მისთვის თავარი, ეს არის უკვე შესაძლებელი, უკვე მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალური პოზიციის დაკავება, ლიდერული თვისებების განვითარება, შემოქმედებითი უნარების განვითარება და ყველაზე მთავარი, რომ სულს აქვს მისია გააცნობიეროს მე ენერგია და არა მასების ჯგუფის ენერგია. უნდა ეცადოს გამოეყოს უკვე ჯგუფს, გახდეს უფრო მმართველი პოზიციაში. ლომი არის ასევე ბავშვები, არის მხიარულება, არის თვითგამოხატვა, სცენაზე დგომა, ძალიან ხშირად მსახიობები ხდებიან ხოლმე, ან მმართველები ხდებიან, ან კარგი მენეჯერები, ოღონდ რომლებიც ჩანან. ადამიანმა უნდა ისწავლოს გამოჩენა და სახლი მეანიშნებს უკვე სად უნდა გამოჩნდეს, როგორ უნდა გამოჩნდეს. მთავარი არის, რომ დაღმავალის ფუნქციიდან აქვს გადმოყოლილი ღირებულებები საკაცობრიო დონის, თავისუფლების იდეა, მაგალითად, მაგრამ ასევე აქვს მოტანილი პასუხისგებლობაც, ანუ ლიდერობა სჭირდება სადღაც საკუთარ თავზე აღება პასუხისგებლობის და დაღმავალის ზონა ეს მეანიშნებს, რომ ადამიანს არ მოუწია კარმულად პასუხისგებლობის აღება, არ მოუწია გამოეხატა თავი უკვე როგორც რაღაც მნიშვნელოვანი ფიგურა და ხშირად არის ხოლმე ცოტა პასუხისგებლობებისკენ გაქცევის სურვილი. და ესეც არის დასაძლევი, უნდა ისწავლოს ადამიანმა პასუხისგებლობების აღება საკუთარ თავზე და ეს მოუტანს რეალურ თავისუფლებას, იმიტომ რომ წინა ცხოვრებებში თუ კარმული ასტროლოგიით შევხედავთ, იყო თავისუფლება, მაგრამ არ იყო სიმყარე. რაც უფრო მეტი მხიარულება, რაც უფრო მეტი თვითგამოხატვა, თამაში, ცხოვრება როგორც თამაში, ცხოვრება როგორც გულით ცხოვრება, აი ამას თუ მიაკნებს აღმავალი კვანძი ლომის ადამიანი, ბევრად ბედნიერი იქნება და ძალიან დიდი ნიჭიც აქვს ხოლმე და დიდი შემოქმედებითი პოტენციალიც.